მესამე ქვეყანა, რომელზეც თქვენი ყურადღება მინდა გავამახვილო, არის ისეთი კომუნისტური ქვეყანა, როგორც არის ჩინეთი. ჩინეთი რა მდგომარეობაშიც არის და რამდენად წინ არის მის ეკონომიკა წასული უკვე ძალიან კარგად იცის ალბათ ნებისმიერმა. ყველაფერი რაც ჩვენს ირგვლივ არის ჩინურია ლამის, ჩინეთში ნაწარმოები, გასაგები მიზეზების გამო ჩვენ ყველანი დამოკიდებული ვართ ჩინეთში ნაწარმოებ პროდუქციაზე. მაგრამ რამ გამოიწვია ჩინეთის აღორძინება? თუ მაო ძედუნის პროგრამამ ნახტომი წინ მაგალითად. ან რამე სხვა გადაწყვეტილებამ, როდესაც ადამიანებს აიძულებდნენ ლითონი გადაემუშავებინათ სახლში, ხელით, მოეწყოთ სპეციალური ღუმელები, ან როცა ადამიანებს ნებისმიერ ლითონის ჭურჭელს ართმევდნენ, რათა სახლში არ მოემზადებინათ საჭმელი. ცხადია, ამან მაშინ შიმშილობა გამოიწვია, ეს იყო 60-იანი წლების, 70-იანი წლების დასაწყისი და ჩინეთში იყო უკიდურესი გაჭირვება და სიღარიბე. ამის შედეგად. მაგრამ 70-იანების ბოლოს ხელისუფლება აღმოჩნდა დენ სიაოპინის ხელში და სწორედ დენ სიაოპინი და მისი ფრაქცია, ეგრეთ წოდებულ ჩინეთის კომუნისტურ პარტიაში აღმოჩნდა ეს ძალა, რომელმაც გადაწყვიტა, რომ საჭიროა რაღაცის შეცვლა, საჭიროა რაღაცა ნაბიჯების გადადგმა. რა თქმა უნდა, ჩინეთის კომუნისტური პარტია უფრო რბილი არ გამხდარა, მაგრამ მათ უნდათ ქონოდათ მეტი ფული რომ ქონოდათ საჭირო იყო ეკონომიკის ამუშავება, ხოლო ეკონომიკის ამუშავებისთვის თქვენ წარმოედგინეთ და საჭირო იყო თავისუფალი ბაზარი. იმისთვის რომ დაეჭირათ ყველაზე მნიშვნელოვანი გაეგოთ, ჩინეთის კომუნისტმა ხელმძღვანელებმა დენ სიაოპინის მეთაურობით შექმნეს სპეციალური ჯგუფი და ეს ჯგუფი და რამდენიმე ასეული კაცისგან შედგებოდა, გაგზავნეს სხვადასხვა ქვეყნებში, რათა შეესწავლათ თუ როგორ ხდებოდა იქ, რომ მუშაც კი გერმანიაში უკეთესად ცხოვრობდა, ვიდრე დაუშვათ საშუალო მაცხოვრებელი ჩინეთში. ეს ადამიანები წავიდნენ ისეთ განვითარებულ ქვეყნებში, როგორც არის იაპონია, სინგაპური, გერმანია, რომელიც ვახსენე უკვე, ამერიკა, ევროპის სხვა ქვეყნები და იქიდან ჩამოიტანეს ის მოგროვილი ინფორმაცია, რომელიც მათი აზრით განაპირობებდა იმ ქვეყნების ეკონომიკურ წინსვლას. გარდა ამისა, ჩინეთის კომუნისტურმა ხელისუფლებამ 80-იან წლებში ჩინეთში მიიწვია ისეთი გამოჩენილი ეკონომისტი, როგორც არის მილტონ ფრიდმანი. ალბათ ყველას გაიგიათ მილტონ ფრიდმანი არის ჩიკაგოს სკოლის წარმომადგენელი. ფრიდმანი სულ 3-ჯერ იყო ამ პერიოდში ჩინეთში, გარკვეული რეკომენდაციები გამოიმუშავა და ჩინეთის ხელისუფლებამ მათი ნაწილი გაითვალისწინა. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ჩინეთის ხელისუფლება ამით უფრო დემოკრატიული ან უფრო სამართლებრივი არ გამხდარა. კომუნისტური მმართველობა დარჩა კომუნისტური მმართველობა. ეს განსაკუთრებით საინტერესოა, რომ ისეთ დიქტატორულ რეჟიმშიც კი, როგორც ჩინეთის მმართველობა, თუ შექმნი ეკონომიკურად თავისუფალ ზონებს, ეკონომიკა ვითარდება. ანუ თავისუფლება ეკონომიკაში ნიშნავს ეკონომიკურ წინსვლას. ეს პერიოდი, რომელიც ასე ვთქვათ, ჩინეთის აღზევებას დასჭირდა, დაახლოებით 3 ათეულ წელს მოიცავს, თუმცა საკმაოდ დიდი ხანია, როდესაც ჩინეთმა დაიწყო ძალიან დაბალხარისხიანი პროდუქციის მიწოდება მთელი მსოფლიოსათვის, რადგან ეკონომიკა გახსნეს, მაგრამ დღესდღეობით უკვე ჩინეთი ტოლს არ უდევს ბევრ ხარისხიან პროდუქციაში დანარჩენ მსოფლიოს. და თუ კი დანარჩენი მსოფლიო თავისი რეგულაციებით და შეზღუდვებით გააჩერებს თავის ეკონომიკას, რაც განსაკუთრებით ევროპის ქვეყნებს ახასიათებთ, მათ შორის ჩვენს მიერ უკვე ახსენებ გერმანიას, მაშინ ჩინეთის ეკონომიკა ცხადია გადაასწრებს ყველა დანარჩენ ეკონომიკას. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველამ გაითვალისწინოს იმისთვის, რომ ჩვენ ეკონომიკურ წინსვლა გქონდეს, ჩვენ უნდა გქონდეს რაც შეიძლება ნაკლები რეგულაციები, ნაკლები ხელის შეშლა ეკონომიკისადმი და მეტი ყურადღება და მეტი პატივისცემა იმ ადამიანებს, რომლებიც დოვლათს ქმნიან, რომლებიც ახერხებენ დოვლათს ორგანიზებას. შეიძლება ძალიან გაგიკვირდეთ, რომ ჩინეთის ხელისუფლება ამას ეძახის რაღაც მესამე გზას, თითქოს მათ იპოვეს მესამე გზა, თუ როგორ უნდა განვითარდეს ქვეყანა. და გარკვეული თვალსაზრისით ეს მართლაც ასეა, იმიტომ რომ პოლიტიკური ნაწილი ხელისუფლებაში ზუსტად იგივეა, რაც მანამდე იყო, სრული მართვა და ძალაუფლების სრული
კონტროლი, თუმცა ეკონომიკური თვალსაზრისით იმ რეგიონებში, სადაც დაუშვეს და ეს ყველგან არ არის დაშვებული ცენტრალურ ჩინეთში, მაგალითად, ცულაც არ არის უკეთესი ვითარება ვიდრე სხვა ჩამორჩენილ ქვეყნებში, მაგრამ სამხრეთ-აღმოსავლეთ ჩინეთი იმდენად განვითარდა, არათუ ჩამოუვარდება დასავლეთის განვითარებული ქვეყნების დიდ ქალაქებს, არამედ შეიძლება ჯობნის კიდეც. და ყურადღება მისაქცევია ერთი, აი ჩინეთს შეიძლება მე ცალკე გადაცემას გავაკეთოთ, არ ვიცი, ყურადღება მისაქცევია ის, რომ როდესაც ჩინეთის ტელევიზია ლაპარაკობს საქმის კეთებას და ბიზნესზე და რაღაცაზე აცხადებს, რომ ისეთი ადამიანები, როგორიც არიან ელონ მასკი, ბილ გეიტსი და ბეზოსი და მათი ჯეკ მა, არიან გენიოსები, ბიზნეს გენიოსები. ისინი ცდილობენ ადამიანებს გაუჩინონ мотивация, რომ რაც შეიძლება მეტი გააკეთონ თითეულმა თავის ადგილზე და მეტ მასშტაბს მიაღწიოს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მიდგომაა ჩინეთის ხელისუფლების მხრიდან, იმიტომ რომ მათ დაინახეს თუ როგორ შეიძლება ეკონომიკა ამუშავდეს და როგორ შეიძლება მოხერხდეს ფულის მიღება, რათა შემდეგ სოფლიო მასშტაბის ეკონომიკად გადაიქცენ. რაც გააკეთეს კიდეც. ამის არ დანახვა არ შეიძლება. ანუ ჩინეთის კომუნისტური ჩინეთის მაგალითი არის იმის მტკიცებულება, რომ თავისუფალი ბაზარი მუშაობს ნებისმიერ შემთხვევაში, ნებისმიერ რეჟიმის შემთხვევაში, თუ კი ის მართლა თავისუფალია და არ განიცდის ზედმეტ ჩარევებს და რეგულაციებს მთავრობის მხრიდან.